საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსზე ფიქრნი მტკვრის პირას. ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართული რომანტიზმის წარმომადგენელია მოგეხსენებათ და ეს არის მიმდინარეობა, რომელიც თავის უმთავრეს მოვალეობად თუ უმთავრეს დანიშნულებად ამაოებაზე, სევდამწუხარებაზე, ფიქრსა და უკეთესზე ოცნებას მიიჩნევდა. აი ეს ლექსიც ერთ-ერთი გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ არ მოსწონს რომანტიკოს პოეტს აქაურობა, მიწიერება, ყოფიერება, ჩვეულებრივი ცხოვრება და როგორ მიისწრაფის იგი ზეცისაკენ, უფლისაკენ, ანუ იმისკენ, რაც მარადიულია და რისთვისაც ცხოვრება ღირს. უპირველეს ყოვლისა მოვისმინოთ ლექსი, რომელშიც ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის ადარდელს გვიმხელს, ამიტომაც დაურქმები ამისთვის ფიქრნი მტკვრის პირას, რადგან ეს არის ის სევდიანი ფიქრები, რომლებიც მან მტკვარს შესჩივლა და რომლებიც აი ამ ნაპირზე წამოწოლის და მდინარის დინების მოსმენისას მოსდიოდა თავში და რითაც ისვენებდა მისი სული. წარვედ წყალისპირ სევდიანი ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად, აქ ლბილს მდელოზე ცანუგეშოდ ვინამე ცრემლით, აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით. ჯერ აი ამ სტროფთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვით ვთქვათ, რადგან უკვე შეამჩნევდით, რომ ნებისმიერი სტრიქონი იწყება ერთი და იმავე სიტყვით, აქ და შემდეგ აქაც. თუ დავაკვირდებით, აი ეს ერთგვარად ემოციური შთაბეჭდილების გასაძლიერებლადაც არის, რადგან მიხვდებით, რომ თითქოს წუხს ნიკოლოზ ბარათაშვილი და თითქოს ეს აქაც გამოხატავს მის სევდას იმის გამო, რომ ის აქ არის, მიწაზეა, მძიმედ არის და არ ეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ მისი სული აფრინდეს მიწიდან, განთავისუფლდეს იმ მიწიერი ტყვეობისაგან, რომელიც აწუხებს და ზეცისაკენ გაფრინდეს მთელი თავისი არსებით. ამიტომაც არის, რომ იგი ეძებს განსასვენებელ ადგილს მტკვრის ნაპირას, რომ ინამოს ცრემლით, ანუ ცრემლი ღვაროს და ამით მიიღოს ნუგეში და განსაკუთრებით რაც ანუგეშებს მას და რაც ბედნიერს ხდის, ეს გახლავთ, რომ აქაც ყველაფერი მოწყენილია. საერთოდ რომანტიკოსებს ასე უხაროდათ ბუნებაში და ასე ეჩვენებოდათ კიდეც, რომ ბუნება სწორედ ისე ფიქრობდა, ისე განიცდიდა და ბუნებაც იმასვე გამოხატავდა, რასაც გამოხატავდა მათი სული და როცა ასეთი თანამგზნობელი, ასეთი მეგობარი გვერდით ჰყავდათ, რომელსაც მათი ყველაფერი ესმოდა და რომელიც მათ ფიქსა და წუხილს წვდებოდა, რასაკვირველია, ამით ისინი ერთგვარ შვებას მართლაც გრძნობდნენ. ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისაკამარა. საერთოდ ნიკოლოზ ბარათაშვილს ახასიათებს ეს, რომ იგი ყოველთვის წარმოადგენს ხოლმე თავის ლექსში ერთგვარ დაპირისპირებას, ცისა და მიწის, ამ ქვეყნიურის და იმ ქვეყნიურის, მიუღებლის და მისაღების, ასე ვთქვათ, მისთვის მძიმესი სევდიანის ტკივილით სავსესი და იმისი, რაც ოცნების სფეროდან არის და რაც მისთვის ძალიან სასურველია. აი აქ თუ დავაკვირდებით, ერთმანეთს უპირისპირდება მტკვარი, ერთი მხრივ მისი ტალღები, რომლებიც ძალიან ბევრი პოეტისთვის, ბევრი მწერლისთვის ამ ცხოვრებისეულ დინებას, დროის სვლას, დროის მარადიულ გაუჩერებლობას უკავშირდება, რადგან ისევე როგორც ვერ გააჩერებ წყალს, იგი გადმოხეთქავს ჯებირებს, წაიღებს ნაპირს და მაინც გაივლის ისე, როგორც თვითონ სურს, რამხელა ძალას თვითონ აქვს, იმის მიხედვით მოიქცევა. აი სწორედ ასე ადამიანი ვერ აჩერებს დროს, დროც მარადიულად მიდის, მიმდინარეობს, ადამიანს აბერებს, მიჰყავს იგი სამარისაკენ, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის მტკივნეულია, მაგრამ ამავე დროს მდინარის ტალღების ცქერა და აი ამ დინების ცქერა ადამიანს შესაძლებლობას აძლევს ბევრ რამეზე დაფიქრდეს, გადახედოს თავის წარსულ ცხოვრებას. ნიკოლოზ ბარათაშვილიც სწორედ ასეთ დღეშია აქ მტკვრის ნაპირას, მისთვის გაცილებით უფრო ადვილია იფიქროს როგორც საქართველოს ცხოვრებაზე, საქართველოს თაობებზე, რომლებიც ყოფილან მტკვრის ნაპირას და შემდეგ წასულან, ასევე იფიქროს თავის თავზე, თავის გავლილ ცხოვრებაზე, გავლილ დროზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ მტკვრის ტალღებში აირეკლება ცა. აი სწორედ აქედან ჩანს დაპირისპირება მიწისა და ზეცის.
ან როგორც ჩვენი წინაპრები უწოდებდნენ, სოფლისა და ზესტასოფლის. ნიკოლოზ ბარათაშვილიც არის როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, სადღაც შუაში, მიწასა და ზეცას შორის. იმიტომ რომ ადამიანი მიწიერია ხორციელად, მაგრამ სულიერია და ზეციურია, ამიტომ, რადგან მას სული აქვს და აი ამიტომაც არის რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებაც როგორც ცხოვრება მთელი კაცობრიობისა ერთგვარად მიმდინარეობს მდინარის ნაპირას, პირობითად რომ თქვათ, მიწაზე, რომელიც არ არის მისი მარადიული სახლი, სადაც ადამიანი მდგმურად არის, რადგან წმინდა მამები ასე გვეუბნებოდნენ, რომ უცნაურია ეს ცხოვრება, ყველაფერს აქვს სახლი, ცხოველს აქვს ბუნაგი, ფრინველს აქვს ბუდე, ადამიანს კი არა აქვს სახლი. რადგან ადამიანის სახლი სასუფეველშია, რომლიდანაც იგი გამოძევებულია და მარადიულად ცდილობს, რომ ისევ თავის სახლს დაუბრუნდეს. ამას ქრისტიანულად ძეშეცდომილობა ქვია და აი ამ უძღების შვილის ხეტიალი დედამიწაზე და შემდეგ ისევ დაბრუნება თავის ნამდვილ მამასთან და თავის ნამდვილ სახლში. ნიკოლოზ ბარათაშვილიც ხედავს აი ამ დაპირისპირებას ცისა და მიწის, მტკვრისა და ზეცის, მტკვრის ტალღებისა და ზეციური ფიქრების და თვითონაც ფიქრებში ჩაიძირება. აი ამიტომაც ასე გრძელდება ლექსი. იდა დაყდნობილ ყურს ვუგდებ მე მისცა ჩხრიალსა და თვალნი რბიან შორად ცის დასავალსა. ვინიც ის მტკვარო რას ბუტბუტებ ვისთვის რა სიტყვი. მრავალდროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი. არ ვიცი ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება, რად იყო ფუჭი და მხოლოდ დღა ამაოება. მაინც რა არის ჩვენი ყოფა წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუსებელი. ვინ არის იგივისთვის გული ერთხელ აღებსოს და რაც მიიღოს ერთხელ ნატვით ისი ეკმაროს. აი როგორც ხედავთ, აქ ნიკოლოზ ბარათაშვილი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ეს ცხოვრება ფუჭი და ამაოა და აი ეს საფიქრალ სადარდელი, რომელიც ჯერ კიდევ 30 საუკუნის, ანუ 3000 წლის წინ აწუხებდა კაცობრიობას, სოლომონ ბრძენიდან გამომდინარე, რადგან პირველად სწორედ სოლომონ ბრძენმა თქვა, იხილეთ რამე თუ ცის ქვეშეთში ყოველივე ამაოა, ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო. ანუ როგორც გინდა იცხოვროს კაცმა და რაც უნდა აკეთოს, ყველაფერი ბოლოს ჩაივლის, ისე როგორც მდინარის ტალღა და მას ხელში აღარ დარჩება არაფერი. მოვა ახალი ტალღა, რომელმაც არაფერი იცის ძველი ტალღის, რომელსაც შესაძლოა დარჩა რაღაცა ქვიშა, რაღაცა ლაქა, რაღაცა ხსოვნა, მაგრამ საბოლოო ჯამში ის თვითონ ახალ გზას გადის, ის ახალი ტალღა და ახალი სიცოცხლე აქვს მას თავისთავად. ანუ თაობა ენაცვლება თაობას, ადამიანები მოდიან და მიდიან და ყველაფერი, რასაც ადამიანი ქმნის, წარმავალია ისევე როგორც თვითონ ადამიანი. იმავე სოლომონ ბრძენს ბეჭედზე ეწერა ესეც ჩაივლისო და მან ძალიან კარგად იცოდა, რომ რაც გინდა მიეცეს ადამიანს, როგორც გინდა იცხოვროს მან და რა ყოფაშიც გინდა აღმოჩნდეს, ბოლოს ყველაფერი ჩაივლის და ბოლოს იგი დარჩება მარტო შიშველი, სულიერად თუ გარეგნულად მაცხოვრის წინაშე. ისევე როგორც გაშიშულდა იგი, გახსოვთ ალბათ როგორც კი ცოდვა დაიდო, რადგან პირველი რაც იგრძნო ადამიანმა, მაშინ როცა მან იგემა აკრძალული ხის ნაყოფი იყო, რომ ის იყო შიშველი. აი ამიტომაც ადამიანი მოდის შიშველი ხელებით. არაფერი არა აქვს და არაფერი შეუძლია უფლის ნების გარეშე და ისევ მასთან ბრუნდება შიშველი, შეშინებული, აკანკალებული და მხოლოდ უფალზეა დამოკიდებული, როგორ მოექცევა მას და როგორ მიიღებს მას თავის სახლში. რა იწვევს ამას? ამაოებას იწვევს ის, რომ სოფელი ცოდვაზეა დაშენებული და ცოდვა წარმავალია. ცოდვას არ აქვს არსება, იმიტომ რომ ის ბოროტებიდან მოდის, ბოროტება უფალს არ შეუქმნია და ყველაფერი ბოროტი ასე თუ ისე კვდება და როცა იქნება მთავრდება. ქართული ანდაზისა არ იყოს, სიკეთე შეიძლება ურმით დადიოდეს, მაგრამ ის როცა იქნება, მაინც დაეწევა ბოროტებას და მაინც გაუსწრებს მას. აი ამიტომაც არის, რომ ადამიანები მოქცეულნი არიან ამ ამაოებაში და ნიკოლოზ ბარათაშვილი ჩაჰკვირვებია ღრმად იმას, რაოდენ წარმავალი, რაოდენ ამაოა ჩვენი ცხოვრება და იგი ხვდება ძალიან საინტერესო რამეს, რომ ამ ამაოებას ადამიანები კიდევ უფრო ამძაფრებენ. ისინი კი არ იბრძვიან იმის წინააღმდეგ, რომ ამაოება როგორმე დაძლიონ, არამედ პირიქით
თვითონ ეფლობიან აი ამ ამაოების ჭაობში და ისეთ საქმეებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც მათ კიდევ უფრო მეტად ამაოს გახდის და მათ ცხოვრებას კიდევ უფრო მეტი ამაოებით აღავსებს. აი ამიტომაც მიიჩნევს ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ეს არის აღუსებელი საწყაული. საწყაული გახლავთ წყლის ჭურჭელი, რაშიც წყალი ისხმება, აქედან მოდის ეს სიტყვა. და აღუსებელი არის იმიტომ, რომ არის უძირო. წარმოიდგინეთ, როგორ უყურებს იგი ადამიანს. ადამიანი არის უძირო ჭურჭელი. რაც გინდა მისცემას და რაც გინდა დაალევინო, მაინც ვერ დაკმაყოფილდება ბოლომდე. და აი ამ უძირო ჭურჭელს იგი გაიაზრებს როგორც ოცნებების ჭურჭელს, სურვილთა ჭურჭელს. ადამიანს რა სურვილიც გინდა დაუკმაყოფილო, იგი მაინც ახალ რამეს ისურვებსო. ამიტომ ამბობს, რომ ვინ არის იგივისთვის გული ერთხელ აღევსოს და რაც მიეღოს ერთხელ ნატრით, ისი ეკმაროს. ეს არის სულიერი დაუკმაყოფილებლობა ამ შემთხვევაში, თუმცა შესაძლოა გაგვახსენა ამან ლუარსაბ-თათქარიძის ფილოსოფია. კაცი ძირგავარდნილი ქვევრია, ყოველდღე უნდა ჩააყარო ხორაგი, ჩაასხა სასმელი, მაგრამ მაინც ვერ ამოავსებო. ლუარსაბი ადამიანს უყურებდა ისევე, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი. განსხვავება ის გახლავთ, რომ ლუარსაბი უყურებს ადამიანს როგორც საჭმელ ჭურჭელს, რომელსაც მხოლოდ ჭამა აქვს მიზანი ამ ცხოვრებაში. ნიკოლოზ ბარათაშვილის აზრით კი ადამიანი სულიერია და ამიტომ მისი მიზანი სულიერი ცხოვრებაა. სწორედ ამით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან. ადამიანები, რომლებიც ჭამენ იმისთვის, რომ იცხოვრონ და ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ იმისთვის, რომ ჭამონ. ხვდებით ალბათ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ადამიანი არის ის, რომელიც ჭამს იმისთვის, რომ იცხოვროს. მას ძალგულოვნება ჭირდება ცხოვრებისა და საქმის კეთებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ იგი ამაო საქმეებში არის ჩაძირული. შემდგომი, რაც ლექსში წერია, ეს გახლავთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი ცდილობს კიდევ უფრო ნათელი გახადოს მკითხველისათვის, როგორ ღირს ცხოვრება, რისთვის ღირს ცხოვრება და რისთვის არა და როგორი ცხოვრობს ადამიანმა, რომ მან შეცდომები არ დაუშვას. ამიტომაც მას მოჰყავს მეფეთა მაგალითი. აი ამ წუთში რომ წავიკითხავთ ლექსს, თვალყური მივადევნოთ ამას, თუ რას ამბობს იგი. ან რატომ აირჩია მან მაგალითად მაინც და მაინც მეფე? იმიტომ რომ თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ერთგვარი პროფესიები და თანამდებობები არსებობს დედამიწის ზურგზე, მაშინ მეფეზე უფრო და მეფობაზე უფრო დიდი პროფესია არ არის. თუ მეფეც კი ამაოდ შრომობს და თუ მისი საქმეც კი არ არაა, მაშინ გამოდის, რომ ნებისმიერი შრომა დედამიწაზე, მიწისთვის შრომა, ყოფილა ფუჭი და ამაო. აი, მოვისმინოთ ამას როგორ იტყვის. თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება, შფოთვენ და რტვინვენ, დაიტყვიან, როდის იქნება ის სამეფოცა ჩვენი იყოს და აღიძვრიან იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან. თუნდ კეთილ მეფე, როდის არის მოსვენებული, მისი სიცოცხლე ზრუნვა შრომა დაცდა ქებული, მისი ფიქრია თუ ვით უკეთ მანუ პატრონოს თვისა მამუსა, თვისთა შვილთა რომ შემდგომსა დროს არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას. როგორც ხედავთ, ნიკოლოზ ბარათაშვილი ერთმანეთისგან განასხვავებს კეთილ და ბოროტ მეფეს, მაგრამ ორივე მათგანს აერთიანებს ერთი რამ, ორივე მათგანი მოკვდავია. ადამიანის მიზეზი მთავარი არის ამ ცხოვრებისეული უბედურებისა და ამაოების მსხვერპლობისა ის, რომ ადამიანი მოკვდავია. დღეს ხვალ იგი უნდა გარდაიცვალოს და აკაკის თქმისა არ იყოს ნებისმიერი არსი, რაც კი სულიერია, ერთსა და იმავე მსოფლიო კანონს ექვემდებარება, დაიბადება, იზრდება, იცხოვრებს და კვდებაო. აი სწორედ ასეა, რომ როცა იქნება ადამიანი უნდა მოკვდეს, თავისი სამარე, თავისი მიწა კუთვნილი უნდა ამოავსოს და ამიტომაც კეთილია მეფე თუ ბოროტი, ბოლოს ის მაინც ადამიანია და მაინც გარდაიცვლება. ერთი ქართული ლექსი არსებობს, ძალიან საინტერესო, რომ ცხოვრების დაფა ეს არის, ცხოვრება არის ჭადრაკის დაფა, ანუ ცხოვრების დაფა ჰგავს ჭადრაკს. აქ ამ დაფაზე არიან მეფენი, დედოფალნი, პაიკნი, მაგრამ ბოლოს აბსოლუტურად ყველას ამავე ჭადრაკის დაფაზე მოსიარულებს, შემდეგ ამ ჭადრაკის ყუთში ყრიან. გამოდის, რომ მეფეს, პაიკს, ლაზიერს,
ყველას ერთი და იგივე ხვედრი აქვს. ყველა აღმოჩნდება ყუთში. ამიტომ მეფე იქნება ადამიანი, გლეხი, რაინდი, მეომარი თუ ვიღაც ლაჩარი, საბოლოო ჯამში ყველას მაინც მიწა მიიღებს. განსხვავება ის გახლავთ მხოლოდ თუ რომელ მათგანს უწერია ცხონება და რომელ მათგანს არა. აი ამიტომაც ნიკოლოზ ბარათაშვილის მიზანი სწორედ ეს არის. აქეთ წაგვიყვანოს ჩვენ. ეს გვითხრას, რომ ადამიანი ამაოების მსხვერპლი მანამ არის, სანამ იგი მიწას ჩასჩერებია, სანამ იგი მიწისათვის ცხოვრობს. როგორც კი მოახერხებს, რომ ზეცას შეხედოს გონების თვალით და განჭვრიტოს, რომ ყოველგვარ ამ ქვეყნიურში ზეცა იგულისხმება და ზეცა დაგვცქერის, ის უკვე სხვანაირად იწყებს აზროვნებას და სხვანაირი კაცი ხდება. აი აქაც ერთი რამეც შემოგთავაზა ნიკოლოზ ბარათაშვილმა. თითქოს დაფიქრება ღირს იმაზე, რომ ადამიანმა თუ კეთილი ხსოვნა დატოვა, არის თუ არა ეს საფუძველი იმისა, რომ იგი გახდება უკვდავი. აი მაგალითად კეთილი მეფე ცდილობს, რომ მან არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას. აი რომ გადავხედოთ, ჩვენ გვახსოვს ძალიან დიდი მეფეები ჩვენი, რომლებიც საუკუნეების წინ ცხოვრობდნენ. შეიძლება 1000 წლეულის წინაც და მაინც გვახსოვს, მაინც მათ შესახებ ვიცით. არის თუ არა ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ფიქრით იმისი მტკიცებულება, რომ ადამიანმა შეძლო დრო დაეძლია და ამაოებაზე გამარჯვება მოეპოვებინა. თუ განვიხილავთ შემდგომ ორ სტრიქონს, რომლამდეც შევჩერდით ჩვენ, რომლამდეც მივედით, ნახავთ, რომ ბარათაშვილს ესეც არ მიაჩნია ამაოების დაძლევის გზად. მაგრამ თუ ერთხელ სოფელსაც უნდა ბოლო მოეღოს, მაშინ ვიღამს თქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს. ანუ აი აქ ნიკოლოზ ბარათაშვილი იმოწმებს ძალიან ცნობილ ქრისტიანულ მრწამს, რომ ყველაფერი დამთავრდება მაშინ, როგორც კი იქნება მეორედ მოსვლა. სამყარო დღევანდელი სახით შეწყვეტს არსებობას და შესაბამისად, რადგან მოვა ახალიცა და ახალი მიწა, შესაბამისად ის რაც ხდებოდა აი ამ ძველ ცასა და ძველ მიწაზე, არ ემახსოვრება არავის. ამიტომაც თუ კი ვთქვათ, ადამიანი ცდილობს, რომ მიწიერი დიდება შთამომავლობას დაუტოვოს და თავისი სახელი გადასცეს მიწიერ შთამომავალს, როგორც წესი, ასეთი ადამიანიც არასწორად მოქმედებს. ეს არის ფიქრი ნიკოლოზ ბარათაშვილის. ამიტომ ლექსი უკვე მიდის ლოგიკური ფინალისკენ. აქამდე ჩვენ თქვით, რომ ყველაფერი ამ ქვეყნიური წარმავალია. ყველაფერი ამ ქვეყნიური ემორჩილება სიკვდილსა და განადგურებას. ყველაფერი მთავრდება, რაც კი მხოლოდ მიწას და მხოლოდ მიწიერობას უკავშირდება. მას რა ქნას ადამიანმა და რისთვის იცხოვროს. ასეთი ფიქრები კაცობრიობას ყოველთვის აწუხებს, რაც კი ადამიანმა ფიქრი ისწავლა და რა თქმა უნდა აწუხებს ნიკოლოზ ბარათაშვილსაც. მაგრამ განსხვავებით იმათგან, ვისაც არ აქვთ სათავისო მრწამსი და არ გააჩნიათ გამოსავლის პოვნის შესაძლებლობა, ნიკოლოზ ბარათაშვილი ღრმადმორწმუნე ქრისტიანია და მას აქვს გზა ყოველთვის ნაჩვენები იმისა, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს კაცი და როგორ უნდა ცხონდეს. აი ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ამ ლექსის ფინალური ნაწილი, მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივსდიოთ მას გვესმას მშობლისა, არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნვოს. აი ამითი ნიკოლოზ ბარათაშვილი სრულიად ნათლად, გასაგებად ეუბნება ყველა მკითხველს, რომ რადგან ადამიანი ამ ქვეყნად ცხოვრობს, მას ერთადერთი რამ გადაარჩენს და აცხონებს. მარადიულად უნდა ესმოდეს თავისი მშობლის, ანუ უფლის ხმა და მარადიულად უნდა ცხოვრობდეს ისე, რომ უფალს მოაწონოს თავი. თუ იგი ცოცხალ მკვდარივით გაივლის ამ ქვეყანას, მაშინ მიიღებს კიდეც იმ სასჯელს, რაც მკვდარს ან მკვდრად შობილს, ასე ვთქვათ, ანუ წინასწარვე მკვდარს თავისი არასწორი მრწამსის გამო მიეზღვება. ხოლო ვინც ზრუნავს იმისთვის, რომ წესიერად და ღირსეულად განულოს წუთი სოფელი, იგი უფლისშვილი გახდება და ამაოებაზე გაიმარჯვებს. ამ ფიქრს ნიკოლოზ ბარათაშვილი შემოღამებაშიც, ანუ ლექსში შემოღამება მთაწმინდაზე, აგრეთვე ამბობდა და იქაც მან მარადიულობის დამკვიდრების და ამაოებაზე გამარჯვების გზად უფალი დაინახა და დასახა,
ამ ფიქრს წავაწყდებით მის ლექსშიც ჩემი ლოცვა, ხმაიდუმალი, ეს ლექსები სავსეა სწორედ იმ ფიქრით, თუ როგორ გაიაროს ადამიანმა წუთისოფლის გზასავალი და როგორ ცხონდეს. თუმცა ფიქრი მტკვრის პირას საქმის იდეითა და კაცობის იდეით ერთ-ერთი გამორჩეულია ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაში, რადგან პოეტი სრულიად არაურაზროვნად გვეუბნება, რომ კაცური მოვალეობის მოხდა, კაცურად ცხოვრება არის ერთადერთი გზა იმისა, რომ უფლის საყვარელ შვილებად გადავიქცეთ და ვცხონდეთ, დავძლიოთ ამ ქვეყნიური ამაოების ტვირთი. გმადლობთ ყურადღებისთვის.